თავი მეორე 50 დღე რომ სრულდებოდა ყველანი ერთად იყვნენ. მოულოდნელად იყო ხმაური ზეციდან თითქოს ძლიერმა ქარმა დაჰბერაოდა ავსუ მთელი სახლი, სადაც ისინი ისხდნენ. დაეჩვენათ მათ გაყოფილი ენები, თითქოს ცეცხლისანი და სათითაოდ მოეფინა ყოველ მათგანს. ყველანი აღივსენ სულიწმიდით და იწყეს ლაპარაკი სხვადასხვა ენებზე, როგორც სული ამეტყველებდა მათ. ხოლო იერუსალიმში იმყოფებოდნენ იუდეველნი, ღვთისმოშიში ხალხი, ყველა იმერიდან, რომელიც კი ცისქვეშეთში არიან. როცა ეს ხმაური მოხდა, ბევრმა მოიყარა თავი და შეშფოთდა, ვინაიდან თითოეული ისმენდა, როგორ მეტყველებდნენ მის საკუთარ ენაზე. ყველანი გაოცდნენ, უკვირდათ და ამბობდნენ. განა ყველა ესენი, ვინც ლაპარაკობენ, გალილეველები არ არიან? როგორ გვესმის თითოეულ ჩვენთაგან საკუთარ ენაზე, რომელშიც ვიშვით? ართნი და მიდიელნი, ელამელნი და მკვიდრი შუამდინარეთისა, იუდეისა, კაბადოკიისა, პონტოსი და აზიისა, ფრიგიისა და პამფილიისა, ეგვიპტისა და კვირინეის მხარეს მდებარე ლიბიის ოლქებისა და რომიდან ამოსულნი, იუდეველნი და რჯულშეცვლილნი, კრიტელნი და არაბიელნი, უსმენთ მათ, ჩვენი ენებით რომ ლაპარაკობენ ღვთის დიად საქმეებზე. ყველა გაოცებული იყო. საგონებელში ჩავარდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ. ნეტავ, ეს რას უნდა ნიშნავდეს? სხვები კი დაცინვით ამბობდნენ. მაჭრით დამთრალან. ხოლო 11-თან ერთად მდგომი პეტრე წამოდგა. ხმა აღიმაღლა და უთხრა მათ. იუდეველნო და იერუსალიმის ყველა მკვიდრო, იყოს ეს თქვენთვის ცნობილი და ყური დაუგდეთ ჩემს სიტყვებს. ისინი არ არიან მთრალები, როგორც თქვენ გონიათ, ვინაიდან ახლა დღის მესამე საათია, მაგრამ ესაა ნათქვამი იოველ წინასწარმეტყველის მიერ. იქნება უკანასკნელ დღეებში, ამბობს ღმერთი, რომ ჩემი სულისაგან მოვაფენ ყველა ხორციელზე და იწინასწარმეტყველებენ თქვენი ძენი და თქვენი ასულნი. და თქვენი ჭაბუკნი ჩვენებას იხილავენ და თქვენს მოხუცებულებს სიზმრები და ესიზმრებათ. ჩემს მონებზე და ჩემს მხევლებზე მოვაფენ იმ დღეებში ჩემი სულისაგან და იწინასწარმეტყველებენ. ვაჩვენებ სასწაულებს მაღლაცაში და ნიშნებს დაბლა მიწაზე, სისხლსა და ცეცხლს და კვამლის ბოლქვებს. მზე წვდიადად იქცევა და მთვარე სისხლად, ვიდრე დადგებოდეს უფლის დღე, დიადი და გაცხადებული. და იქნება ყოველი ვინც მოუხმობს უფლის სახელს გადარჩება. კაცნო ისრაელიანო, ისმინეთ ეს სიტყვები. იესო ნაზარეველი კაცი დამტკიცებული ღვთისაგან თქვენთვის ზალით, სასწაულებით და ნიშნებით, რომლებიც ღმერთმა მოახდინა მისი ხელით თქვენ შორის, როგორც თვითონვე იცით, იგი ღვთის განჩინებული ზრახვით და წინასწარხედვით გადმოცემული, ურჯულოთა ხელით მიალურსმეთ და მოკალით. მაგრამ ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა იგი, შეხსნა სიკვდილის ბორკილები, ვინაიდან სიკვდილი მას ვერ დააკავებდა. ვინაიდან დავითი ამბობს მასზე, ჩემს წინაშე ვხედავდი ყოველთვის უფალს, რადგან ის ჩემს მარჯვნივაა, რათა არ შევდრკე. ამიტომ გაიხარა ჩემმა გულმა და აღფრთოვანდა ჩემი ენა, ჩემი ხორციც კი სასოებით იშვებს, ვინაიდან ჩემს სულს არ მიატოვებ ჯოჯოხეთში და არ გაიმეტებ შენს წმიდას იხილოს ხრწნილება. შენ შემაცნობინე ცხოვრების გზა, სიხარულით აღმავსებ შენი სახის წინაშე. კაცნო, ძმანნო, აშკარად უნდა გითხრათ მამამთავარ დავითს, რომ ის აღესრულა და დაიკრძალა და დღევანდლამდე ჩვენ შორისაა მისი სამარხი. რა კი წინასწარმეტყველი იყო და იცოდა, რომ ფიცით შეფიცა მას ღმერთმა, რომ მისი საზარდულის ნაყოფს დასვამდა მის ტახტზე. მან წინასწარხედვით თქვა ქრისტეს აღდგომაზე, რომ მიტოვებული არ არის ჯოჯოხეთში და მის ხორცს არ უხილავს ხრწნილება. ეს იესო აღადგინა ღმერთმა, რისი მოწმენით ჩვენ ყველანი ვართ. ამგვარად ამაღლდა იგი ღვთის მარჯვენით, მამისაგან მიიღო სულიწმიდი სახთქმა და მოჰფინა ის, რასაც თქვენ ხედავთ და ისმენთ. დავითი ხომ არ ამაღლებულა ზეცად, თვითონვე ამბობს, უთხრა უფალმა ჩემს უფალს, დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე შენს მტრებს დავამხობდე შენს ფერხთა სადგამად. ამრიგად მტკიცეთ იცოდეს ისრაელის მთელმა სახლმა, რომ გახადა უფლად და ქრისტედ ეს იესო, რომელიც თქვენ ჯვარს აცვით. ეს რომ მოისმინეს, გულზე მოხვდა და უთხრეს პეტრესა და დანარჩენ მოციქულებს. როგორ მოვიქცეთ კაცნო, ძმანო? ხოლო პეტრემ უთხრა მათ.
მოინანიეთ და ყოველი თქვენგანი მოინათლოს იესო ქრისტეს სახელით, ცოდვების მისატევებლად და მიიღებთ სულიწმინდის ნიჭს, ვინაიდან თქვენ გეკუთვნით აღთქმა და თქვენ შვილებს და ყველა შორეულს, ვისაც კი მოუხმობს უფალი ღმერთი ჩვენი. და მრავალი სხვა სიტყვითაც უმოწმებდა, შეაგონებდა და ეუბნებოდა. იხსენით თავი ამ გარყვნილი მოდგმისაგან. ამრიგად ვინც მიიღო მისი სიტყვა, მოინათლენ და იმ დღეს შეემატა 3000-მდე სული. ისინი გამუდმებით მოციქულთა მოძღვრებაში, ზიარებაში და პურის ტეხვასა და ლოცვებში იყვნენ. ყოველი სული შიშმა მოიცვა და მრავალი სასწაული და ნიშანი ხდებოდა მოციქულთა მიერ. ყველა მორწმუნე ერთად იყო და ყველაფერი საერთო ჰქონდათ. მამულებსა და ქონებას ყიდდნენ და უნაწილებდნენ ყველას, თითოეული საჭიროების მიხედვით. დღენია და გერცულოვნად ტაძარში იყვნენ. სახლებში ტეხდნენ პურს, იღებდნენ საკვებს მხიარულებით და გულუბრალოებით. აქებდნენ ღმერთს და მთელი ხალხის სიყვარულს იხვეჭდნენ, ხოლო უფალი მათ დღითი დღეს ძენდა დახსნილთ.